შემდეგ თბილისის სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის წარმომადგენლებს მასპინძლობდა. ოლქის თვალნათელი წარმატებების სამსახურის საიუბილეო გამოფენაზე დაესაუბრა კომენტატორი კომპოზიტორ ფელიქს ალბოროვი. პატრიცემულო ფელიქს, როგორ ხვდება დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის მე-60 წლის თავს სამხრეთ ოსეთის შემოქმედებითი ინტელიგენცია? ისევე როგორც ჩვენი რესპუბლიკის სხვა მუშაკები, სამხრეთ ოსეთის კულტურის მუშაკებიც დიდი ოქტომბრის სახელოვან იუბილეს ხვდებიან თავიანთი მიღწევებით. კოსტა ხეტაგუროვის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის ორივე დასი, სიმღერასა და სახელმწიფო ანსამბლი სიმდი, ბონვარონი და დანარჩენი მხატვრული ტიპოვანი კოლექტივებიც. გარდა ამისა, მათ არ შემორჩნენ ფუნდის ოსტატებიც. ასე მაგალითად, ამ დღეებში მოწყობილია სწორედ ამ გამოფენას მიეძღვნა სამხრეთ ოსეთის მხატვრობის გამოფენა, რომელიც გაიხსნა საქართველოს ხელოვნების მუზეუმის ერთ-ერთ დარბაზში. კარგი წარმატებებით ხდებიან დიდ ოქტომბერს აგრეთვე ჩვენი კომპოზიტორები, მწერლები, რომელთა შემოქმედებაში ფართოდ არის აღიარებული დიდი ოქტომბრის სახელოვანი იუბილეი. აფხაზეთის, აჭარის, სამხრეთ ოსეთის დღეები თბილისში მეგობრობის ნამდვილზე ინადიქცა, რომელიც შემდეგ ჩვენი სამშობლოს დედაქალაქში გაგრძელდა.